დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. აუცილებლად შემომიერთეთ და დარჩით ბოლომდე დღეს. ისეთი რამე უნდა გაგიჟღეროთ, რომ შეიძლება შოკში დარჩეთ. მე დღეს ვაჟღერებ გურიკას ამბავზე, თუ რატომ გაიტაცეს ეს ამბავი და ეს ბავშვი და რატომ უნდათ მისი რატომ გაასაიდუმლოეს ეს ბავშვი, რატომ არ უნდათ მისი გამოჩენა. ამ ყველაფერზე გუშინ გქონდა სიდონებში, მე სხვადასხვა ჯგუფში ვარ, რომელიც არის სიდონების კრებული. ესე იგი, სხვადასხვა ჯგუფთან, სამ სხვადასხვა ჯგუფთან მქონდა პარალელურ რეჟიმში 12 საათიანი განხილვა, მეგობრებო, გუშინ მთელი ღამე, ესე იგი 4 საათამდე ვისაუბრეთ ამ საკითხზე. ძალიან სასწრაფო საკითხია და ეს აუცილებლად უნდა მოგვარდეს 28 აგვისტომდე, ამიტომ გთხოვთ რომ გადაუზიაროთ ყველას და გულისყურით მომისმინოთ. თუ ვერ გაიგებთ, კიდევ ერთხელ მოისმინოთ, რას ვლაპარაკობ, ეხლა ვლაპარაკობ იმათთვის, ვინც ლაზარეს ენაში ერკვევა, ვინც არის სასულიერო პირი, ვინც არის მეუფე და ვინც არის ქრისტეს მსახური. რატომ? იმიტომ რომ აქ მიმდინარეობს ან კიდევ მოხდება ჯვარცმა, ან ჯვარცმას ავირიდებთ თავიდან. აი ესეთი ვითარება მიმდინარეობს და ეხლა მე პირდაპირ გაგიცხადებთ, თუ ვეცდები შეძლებს და გვარად იმენით გაგიცხადოთ, რომელ ენაზეც თქვენ გესმით, რადგან გუშინ ჩვენ აი შეუწყვეტელი რეჟიმი ქონდა მიმოწერის დისკუსიის სიდონში, სიდონებმა ერთად დავსხედით და ეს საკითხი განვიხილეთ სახელისა და გვარის მიხედვით, დაბადების წლისა და იმ ინიციალების მიხედვით, რაც გურამის თავის შინაგანში, თავის გენეტიკაში აქვს. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ყურადღებით მომისმინეთ და გადაუზიარეთ მეგობრებს, ესე იგი, აუცილებლად ჩავთავ ისევ ბიოლოგაციას. მოკლედ აგიხსნით, რომ აქ მიმდინარეობს მსხვერპლშეწირვის დიდი რიტუალი, რის მიხედვითაც ეს საზოგადოება, სატანთა მსახურთა საზოგადოება ცდილობს, რომ ახალ ერაში კიდევ რამენაირად შეძრეს. მათი აზრით და მათი მოკლე ჭყუით ფიქრობენ ისინი, რომ უბიძო, უმციკლო ცხვარის შეწირვის, ანუ ადამიანის სისხლის შეწირვით კვლავ მოახერხებენ ახალ ერაში გადასვლას. თქვენ იცით, რომ თევზების ერაში, როდესაც გადადიოდა საზოგადოება 2027 წლის წინ, მათ მოახერხეს ქრისტეს სისხლის დაღვრა და შეწირვა. რაზეც ქრისტემ განაცხადა, რომ ეს არის ბოლო ადამიანის სისხლი, რომელიც დაიკვრეს და გავიდა 2000 წელი. სიდონებმა კარგად ვიცით, ასევე ასტროლოგებმა და ეზოთერიკებმა კარგად იციან, რომ ყოველი 2000 წელი არის ახალი ერის დასაწყისი, რამე თუ ერთი ციკლი სრულდება, გადადის მეორე ციკლში, სრულიად სამყარო და აი ეს პლანეტარული წყობა, რომელიც ითხოვს რაღაცა ცვლილებას, აქამდე სატანთა საზოგადოება, სატანთა მსახურთა საზოგადოება ადამიანის სისხლის შეწირვით ახერხებდა. ასე იყო, გაიხსენეთ მელ გიბსონის ფილმი აპოკალიფტუსი, სადაც მზის დაბნელების და მთვარის დაბნელების დროს წირავენ ყოველ იქამდე წირავენ ადამიანებს, სანამ არ გამოჩნდება აი ეს მხსნელი, რომელიც იხსნის მთლიან სისტემას და წერტილს დაუსვავს ბოლოს და ბოლოს აი იმ ამყაყებულ საზოგადოება და მაიას სისტემას, რომელიც იყო სატანთა მსახური. მოდის დრო, როდესაც ქრისტე მოვა და ზუსტად მსგავსად აპოკალიფტუსის ფილმისა, როგორც იქ ჩნდება პირი, რომელიც იხსნის აი ამ სისტემას ადამიანების მონობისაგან და ადამიანების სისხლის შეწირვისაგან, ქრისტე თავისი სისხლით იხსნის ადამიანების შეწირვას, ადამიანთა სისხლის შეწირვას, რომელიც გადმონაშთი იყო მაიას ტომებისაგან ჯერ კიდევ ოღონდ შეფარულად.
ახლა მეგობრებო, კიდევ უფრო შეფარულად ხდება ეს საკითხი. ახლა ადამიანებს აღარც კი უცხადებენ და მათი მართლა ბინძური გონებით ფიქრობენ, რომ ამას თუ კი ჩუმად მოაგვარებენ და ჩუმად შეწირავენ ადამიანის სისხლს, იმ ინიციალების მიხედვით დავითის შტოდან და დადიანი ძეები არიან დავითის შტოდან, მათ კიდევ შეეძლებათ გადასვლა ახალ ერაში და ნურას უკაცრავად. აქ უკვე სოფია, უკვე ჩინში გამოდის ყველაფერი, აქ უკვე სოფია, რომელსაც მუდამ და მუდამ უკლავენ ამ თავის ქმნილებას, განრისხებულია. სოფიამ იპოვა თავისი შვილი, კვალს მიაგნო. მე ვსაუბრობ ახლა იმ ვითარებაზე, რომელიც დღეს ჩვენ საზოგადოებაში ხდება და პარალელურად იმ სოფიაზე, რომელიც არის ეზოთერულ საკითხში განხილული. ახლა გაჩვენებთ მე მაგ წიგნს, სად არის ეზოთერულ საკითხში განხილული სიბრძნე, აი აქ წიგნში წერია სიბრძნე სოფია, რომელსაც 9 სხვა ქმნილებათა შორის არის ერთ-ერთი ქმნილება სიბრძნე. აქ კარგად აღწერილია ყველაფერი, როგორ დაუმალავენ სოფიას, ანუ სიბრძნეს, როგორ უმალავენ თავის ქმნილებას, შვილს, ლომისთავიან გველისკუდიან არსებას. ესე იგი, ლომისთავი არის სიმბოლო მებრძოლის სულისა და მეფური სულისა, ანუ დავითის შტოდან, და გველისკუდი არის სიბრძნის, რომელიც ორივეს ერთად ატარებს სოფიას ქმნილება თავის თავში, მეფური სულისა და სიბრძნისეული ტანისა. ეხლა ნახეთ რა ხდება აქ, ძალიან სერიოზული რამე ხდება მეგობრებო. დღემდე ჩვენ გვიყვებოდნენ, რომ აი ეს ვითომ ეს საზისღარი არსება, რომელსაც ენა აქვს გადმოგდებული, ანუ მას მეტყველება შეუძლია, მეტყველია, ანუ ისევ და ისევ ტყვეობაშიც არის, ხოლო მეტყველიც არის, ელი ღმერთი არის. მე ტყველი თუ ვარ, ანუ თვითონ სიტყვაში, სიდონში ძალიან არ ჩაუღრმავდები ხალხო, იმიტომ რომ თქვენ ეს ენა ჯერ კარგად არ გესმით, დამწყებები ხართ, ამიტომ ვეცდები იოლ ენაზე აგიხსნათ. მაგრამ ყველა ბერს ვთხოვ მომისმინოს, ყველა ბერს ეხება ეს საკითხი, ყველა მღვდელს ეხება ეს საკითხი. ყველა იმ ადამიანს, რომელიც ხედავს, რომ რაღაცა უაზრობა ხდება ეკლესიებში და ვერ ხსნის ოღონდ რა ხდება და აი ახლა კარგად მომისმინოს და ძალიან გულისხმობით მომისმინოს და დაფიქრდეს იმაზე, რას ვიტყვი. ოდითგანვე მოდის ეს წერილობით ისტორია ამ საკითხზე. აქ ყველაფერი კარგად აღწერილია თუ რა გაუკეთეს სოფიას. სოფიას წაართვეს ქმნილება, თუმცა მოგვიყვნენ ისე, რომ სოფიამ თავისი ქმნილება თვითონ გადამალა, როგორც დღეს უნდათ სოფიას ქალბატონ სოფოს შეატენონ, რომ თვითონ იყო გარეული თავისი შვილის საკითხში. არ იყო ეგრე. რეალურად სოფია დღემდე ეძებს თავის გადამალულ შვილს, რომლის კვალსაც მიაგნო და ეხლა ჟუანტელი მივლის ხალხო. გეუბნებით მე თქვენ, გუშინ ღამის 5 საათამდე, ესე იგი დაწყებული საღამოს 6 საათიდან ღამის 5 საათამდე საუბრობდი შეუწყვეტელ რეჟიმში, თავი ამიფეთქდა კინაღა. მე ცოტა ხანი დავიძინე, რომ მეტყველებას თავისი ენერგია სჭირდება. რა დამაძინებს, გამეღვიძა ისევ ამ ფიქრებით. რა აქვთ ჩაფიქრებული ამ უსინდისოებს, ამ უტვინოებს, ამ ბრმებს. რა აქვთ ჩაფიქრებული და აქვთ ჩაფიქრებული, რომ ლომისთავიანი გველისკუდიანი არსება, ესე იგი სიბრძნე და მე ანუ თვითონ ქრისტე ყოველთვის მეზე საუბრობს, მე გეტყვით თქვენო კი არა, მე გეტყვით თქვენ, ანუ მესამე პირში საუბრობს მეზე ქრისტე. მე არის არსება, რომელიც არის ლომის, ანუ მართველი პოზიციის, მას შეუძლია მართვა. მან იცის თავის ფასი, მან იცის ვინც არის, ისა ვარ, ვინცა ვარ, სიტყვების არსი იცის. ასე რომ გურიკა არ ყავთ შემთხვევით არჩეული. გურიკასთან ერთად ყავთ 4 სხვა, 5 არიან სულ.
4 სხვა ბერი არჩეული და ტყვეობაში, რომლებიც ბერებად იმიტომ აღკვეცეს, რომ ბერად აღკვეცის დროს ყველა დანაშაული იშლება. თუ კი ახალ სახელს მოგაკუთვნებენ. ასევე გურიკას შემთხვევაში აირჩიეს არაჩვეულებრივი სიტყვა საბა. სახელი საბა, რატომ დაარქვეს მათ საბანი? ანუ საბა, რომ გავავრცოთ ლაზარეთი არის საბანი. ანუ საბანი სისხლის საკითხია. რისი საბანი? ხელების საბანი წყალი. განსაბანი წყალი, განსაბანი სისხლი. მასში აუცილებლად იქნებოდა ეს განსაბანის ინიციალები, რომელიც პირდაპირ აირჩიეს და ვითომ და დაარქვეს მას, მაგრამ ნურას უკაცრავად ეს აღარ გეთვლებათ სატანის მსახურებო. მე არ ვიძახი მღვდლებზე, რომლებიც აზრზე არ არიან იქ რა ხდება შიგნით, მაღლა, თავში და თავში. მე ვარ იმ ხალხთან, ეხლა მე მიმართავ იმ ხალხს, სატანისტებო, რომლებიც ზუსტად იცით და ზუსტად არ იცით სხვათა შორის რას აკეთებთ, არც იცით რას აკეთებთ. ზუსტად არ გესმით თქვენ ლაზარეს ენა, ზუსტად ვერც იგებთ ლაზარეს ენას და ბევრი რამე გგონიათ, გგონიათ, გესმის? გგონიათ, გან გგონიათ. იმიტომ რომ თქვენ კარგად არ გესმით ლაზარე თქვენი დაწერილი არ არის და ამიტომ არ გესმით თქვენ კარგად. ამიტომ მოგვისმინეთ იმ ხალხს, ვისი დაწერილიც არის ლაზარე. გუშინ ჩვენ გავარკვიეთ ისეთი რამ, რომ არ ვიცი, გული კინაღამ წამივიდა, ისეთი რაღაცეები გამოვქეკეთ და გერგეთის ამბავი ჩაგივარდათ კოვზში, ნაცარში იცოდეთ რა. გერგეთზე ვეღარ შეწირავთ, რომელიც ჰქონდათ გამზადებული იმისათვის, რომ მამიდას გერი განსაბანად შეგიწირათ გერგეთზე. ვეღარ შეწირავთ, იმიტომ რომ დაგიჭირეთ ყურებით. სიტყვიერში დაგიჭირეთ ყურებით, მენტალში და ახლა ჩინში გამოვა თქვენ და აი ყურებით გამოგათრევთ ყველას გარეთ. ყურებით. თვალის ყურით. ანუ რაღაცის ყურებით, გესმით? და აუცილებლად გამოგაჩენთ. 30 წლის ხდება 1 სექტემბერს გურამი და ის გადადის ლაზარეს ენით ჩინში. აუცილებლად გამოჩნდება გურამი. არ გეგონოთ, რომ 28-ში, რომელიც მთვარის დაბნელების პოზიციაა ლომის ინიციალებით, რომ მან შეწირავთ რამე ლომს, ვერცერთ ლომს ვეღარ შეწირავთ. ვერცერთ თეთრს თუ შავ ლომს ვეღარ შეწირავთ. ეს შავი ლომის ამბავიც მასონთა საზოგადოებიდან არის, ტყუილად არ ქვია პივას შავი ლომი. ახლა თეთრი ლომის ამბავი იწყება. თეთრი ლომი, რომელიც აქამდე ტყვეობაში გყავდათ, გათავისუფლდება და ისიც იუდასგან გათავისუფლდება. იუდა არის შავი ლომი, რომელიც შეწირეთ ასევე თქვენ. შენ საათით გირეკავს. ადამიანს ეთიკო ერთი წუთი რაღაცა მნიშვნელოვანი. იუდა შავი ლომია, ქრისტე თეთრი ლომია, ორივე შეწირეთ. ერთი დაფარულში, ერთი თვალნათლივ შეწირეთ. ახლა იუდას ჯერია, იუდა ფხიზლდება და თქვენ გიტირებთ ყოფას. ხოლო ქრისტე თავისი დიდებით მოდის. ორნი არიან. ორი ჰა გვაქვს ჩვენ ქართულში და ორივე ჰაეს აქვს თავისი ო. ორი ონი გვაქვს ჩვენ ქართულში. ორი ონის ძალით იქნება ყველაფერი გამჟღავნებული. რო იცოდეთ და ვინც ლაზარეში ერკვევა, ამ საკითხებში რომ ჩაღრმავდა, ისიც კარგად უნდა გაეგოთ, რომ ჩვენ უკვე გადავედით ჰაეში, კი არა და ჰოეში. ჰოენში გადავედით და ური, ფონი და ლი თვითონ უფალთან მიმყვანი.
ლიფონურია. უკან წაიკითხეთ. თქვენ ვეღარ შეწირავთ გურამის. ვერც ტარიელი იხსნის მას, ტყუილია ეგ ამბავი. ტარიელი ძალიან ნელა მოქმედებს. თუმცა შეიძლება მას სურს, რომ იხსნას გურამი, მაგრამ თვითონ ტარიელიც თუ ისმენს ამ საკითხს, მე ვეთქვი, რომ შენ დაგაყენეს პოზიციაზე, რომელ პოზიციითაც ვითომ გეუბნებიან, რომ გახსნევინებენ გურიკას, მაგრამ იცოდე. მაგრამ იცოდე, რომ ეს ასე არ არის და შენ მიხვდები, რასაც ვლაპარაკობ. კარგად დაფიქრდი და მიხვდები, რასაც ვლაპარაკობ. ჩვენ გუშინ თითქმის ყველაფერი გავშიფრეთ. 28-ში ახალი ერის დასაწყისში, რომელიც არის 10-იანზე, რომელიც ის 10-იანზე, ათინათის საკითხია და თინათინის საკითხიც არის ეს და თქვენ გინდათ, რომ ამ საკითხებით ახალი სიცოცხლე დაიწყოთ? ვერ დაიწყებთ ახალ სიცოცხლეს. მე ახლა გაჩვენებთ თქვენ ფრიდო ნიჟარაძის ერთ-ერთ მესიჯს, რომელიც დაგვიტოვა. აბა ნახეთ თქვენ აქ რა ხდება. აქ არის ქრისტე, რომელიც არის კოშკზე მიმაგრებული, არა ჯვარზე, კოშკზე მიმაგრებული და მისი სისხლი წვეთავს ჯვარზე, წითელ ჯვარზე. აქ ასევე არის მინიშნება ფრიდო ნიჟარაძისგან. ფრიდონი უმაგრესი როლის შემსრულებელია ნესტან დარეჯანის დახსნაში და ეკლესია, რომელიც მოთავსებულია აი ამ მთაზე, ეს არის ნიშანი ჩვენთვის და თქვენთვისაც, რომ ვეღარ შეწირავთ მათ. ვეღარ შეწირავთ. გერგეთის ეკლესიას წააგავს ეს ადგილი. ხო და გერგეთზე ვერ შეწირავთ. სრულიად ერო, ძალიან გთხოვთ. ჩვენ გვჭირდება დიდი გულის ყური და თვალის ყური. ძალიან გთხოვთ, მოლაშქრეებო. თუ კი სადმე მსგავსი მონასტრები გეგულებათ, სადაც მიუსვლელობა, სადაც ესე იგი ადამიანის ფეხი ადვილად ვერ მიდის, ლითანიები აკეთეთ. ადით და 28-დან 30-მდე დარაჯად იყავით იქ, რომ სხვა შეწირვა ვერ მოხდეს. თუ კი გამოგაგდებენ ან გამოყრიან იქიდან, განგაში ატეხეთ. აუცილებლად დაბანაკდით და განგაში ატეხეთ, თუ კი მოისურვეს თქვენი იქიდან გამოსვლა. 27-დან 30-მდე სულ 3 დღეა ხალხო. არ ვიცი, შეიძლება კიდევაც დაემთხვას 4-შაბათიდან პარასკევ დღეზე, როგორც ქრისტეს თანახმად ერთი დღე ტყვეობაში საპყრობილეში ამყოფეს, შემდეგ გაშოლტეს და შემდეგ ჯვარსაცვეს. 3 დღის განმავლობაში 4-შაბათიდან პარასკევამდე ეს საკითხები მიმდინარეობდა. ძალიან სერიოზულ საკითხთან გვაქვს, ჩვენ ძალიან დიდ რიტუალთან, ძალიან დიდ დაფარული რიტუალთან გვაქვს საქმე. ჩვენ გვაქვს ისეთ ფარდის ახსნასთან საქმე, რომ თუ ჩვენ ახლა არ ვიყავით ფხიზლად, ყველაფერი გადადეთ. თუ ჩვენ არ ვიყავით ფხიზლად, ჯვარცმას, რომელიც ხდება უკვე 2000 წლის წინ, ყველა დრო ერთშია, ახლა დამწამს ხდება, ხო? ქრისტეს ვერ ვიხსნით ჯვარცმისგან. ხოლო თუ ჩვენ ერთად დავდგებით და ის 12 მოწაფე თავისი ქრისტეს ურთ, რომელიც გაიქცა და მოთხოვდა ქრისტეს სიახლოვიდან, თუ კი ის 12 მოწაფე გამოფხიზლდება და მხარში დაუდგება, მათ შორის ერთ-ერთი პეტრია და პეტრე ეკლესიაა. პეტრე უნდა გამოფხიზლდეს, აღარ უნდა უარყოს სამჯერ. პეტრე მთელი ღამე უნდა გაათენოს ქრისტესთან. თქვენ გახსოვთ, ბატონი ჯორჯაძე იძახდა,
თუ ბავშვებს არ შესწირავენო, ვეღარ გადავლენო და ესე იგრძელებენ მთელი მეებსო რიტუალებით. ბავშვების შეწირვით, ომებით და ასე შემდეგ. ახლა მეგობრებო, დედაშვილობა არის, მეთქი ხომ გითხარით, დედაშვილობის საკითხია. დედა შვილების შეწირვა მიმდინარეობს. ღვთისმშობელი მარიამის და ქრისტეს შეწირვა მიმდინარეობს. ასე რომ ორივე უნდა გადავარჩინოთ. ორივე ჩვენზეა დამოკიდებული მათი გადარჩენა. ისინი ჩვენ გადაგვარჩენენ მხოლოდ იმით, რომ რაც მოხდა უკვე ჩინში გამოიტანეს 2000 წლის წინ, ხოლო ჩვენ ახლა უნდა აგვეხილოს თვალი და მხარში დაუდგეთ. მენელსაცხებელი დედების მსგავსად იქ რო იდგნენ მთელი ღამის განმავლობაში ჯვარცმაზე, მაგდალინელი ერთადერთი იყო, რომელმაც 3 დღის განმავლობაში ქრისტეს საფლავს უთვალთვალა. ამიტომ მაგდალინელის მსგავსად უნდა დავდგეთ აუცილებლად ქრისტესთან. არ უნდა გვეგონოს ეს ჩვენ, როგორც 12 მოწაფეს ეგონა ეს ილუზია, რომ მესამე დღეს აღდგებოდა ქრისტე, არ უნდა გვეგონოს ეს ჩვენ ილუზია, არამედ უნდა ვიმოქმედოთ. მე პირველ რიგში მივმართავ პეტრეს. პეტრი არის ეკლესია და ეკლესიათა საზოგადოებას. თქვენ შეიძლება ფრაგმენტულად აქა-იქ რაღაცა გესმით და რეზონირებს ეს ინფორმაციები თქვენთან, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, სანამ თქვენ ლაზარეს ენას ისწავლით, მომენდეთ აუცილებლად და თქვენს ინტუიციაში ჩადით, როგორც ქრისტე გეუბნება, თქვენ შინაგანში ჩადით და მოისმინით ის სიტყვები, ახლა რაც გითხარით, გულის ყურით. მე არავის აქ არ ვებრძვი, მე მინდა ადამიანის გადარჩენა მოხდეს თქვენი ხელით. პეტრეს თუ უნდა გამოისყიდოს თავისი დანაშაული, ის სამჯერ უარყოფა, რომელიც მან უარყო 2000 წლის წინ, ახლა უნდა ამოიღოს ენა და ალაპარაკეს და თქვას, მე ვიცნობ ქრისტეს და თქვი თუნდაც ჩემზე, მე ვიცნობ მას, ვიცნობ და სიმართლეს საუბრობს, იმიტომ რომ შენ იცი რომ სიმართლეს საუბრობ. ახლა მიმართავ იუდას. იუდა არის ის საზოგადოება, რომელიც იუდეველთა აგენტები არიან შეგზავნილი ქრისტეს საზოგადოებაში. ასეთი ჩვენთანაც ბევრია. იუდას თუ უნდა თავისი წოდების გამოსყიდვა, აუცილებლად კი არ უნდა გაყიდოს ქრისტე, აუცილებლად უნდა ამხილოს თუნდაც იუდეველთა საზოგადოება და ესენი არიან აგენტები, ესენი არიან დაქირავებული უშიშროების პირები და ესენი არიან დაქირავებული სამართალდამცავი ორგანოები. ყველანი, ვისაც ფული აბარია და ვინც ფულს იღებს და ვინც ფულით აგვარებს საქმეებს, ესენი არიან იუდას სულისა. ნებისმიერ თქვენგანი, რომელიც ეხლა რეზონირდა თქვენში ეს ფენომენი, თქვენ ხართ იუდას ფრაგმენტი. თუ გინდათ რომ იუდა მოხდეს სასუფეველში, აუცილებლად უნდა სხვაგვარად წამართოთ ის საკითხი, როცა მაშინ მოგატყუეს. იუდა მოატყუეს, იუდა მოკლეს, იუდა ჯერ მოატყუეს, ვითომ პოზიციაზე დააყენებდნენ, ასე მოელაპარაკნენ და თქვენ გეცნობათ ეხლა მე რასაც ვლაპარაკობ. თქვენი თავი გეცნოთ ეხლა. და შემდეგ მოკლეს, იმიტომ რომ მათ წინააღმდეგ წავიდა უსამართლობა ვერ აიტანა და მოკლეს. ახლა მე მივმართავ ურწმუნო თომა საზოგადოებას და ურწმუნო თომა იყო ის, რომელიც სულ გამოცდებში იყო. აბა მანახეთ, აბა ხელი მომაკიდეთ, აბა მართლა ეგრეა, თუ უნდა დავიჯერო, უნდა შევეყო რომ მართლა ეგრეა თუ არა. თვალებში უნდა ჩავხედო მართლა ეგრეა თუ არა. სანამ თქვენ ქრისტესთან მიხვალთ ურწმუნო თომის წარმომადგენლობა. სანამ რამდენჯერმე გამიჟღერდა აქ კომენტარებში. თვალებში სანამ არ ჩაგხედა, ვერ დავიჯერებო. სანამ შენ ჩემ თვალებამდე მოხვალ, შეიძლება ჯვარცმა მოხდეს. ამიტომ ურწმუნო თომას ვითარებაში თუ ხარ, აუცილებლად გამოფხიზლდი და გაიგე ახლა რასაც გეუბნები. მე არ ვებრძვი არც ერთ მართალ მღვდელს და მართალ ბერს. მე ვებრძვი მხოლოდ
ეკლესიაში შეპარულ სატანისტებს, რომელიც ჩუმჩუმად ცდილობენ მსხვერპლის შეწირვას და მე ვგთხოვ ეხლა შენ, რომ ხარში დამიდგე და შიდა ფენებში გამოიწიო, თუ კი არსებობს გურამი, რომელიც საბად არის მონათლული, გინდ ბერად თუ გინდ მორჩილად, აუცილებლად გამოიწიე და ყურად იღე ესაკითხი. შენ თუ ქრისტეს მსახური ხარ, მერე მიხვდები ჩემს საუბარს. აუცილებლად გამოიწიე, იმიტომ რომ შენ ხარ მხოლოდ მხსნელი. შენ ხარ მხოლოდ მხსნელი. იუდა, შენ ხარ მხსნელი. ურწმუნო თომა, შენ ხარ მხსნელი და პეტრე, რომელმაც სამჯერ უარყო ქრისტეს, შენ ხარ ეხლა მხსნელი. მაგდალინელს მხოლოდ შეუძლია გაგაგებინოს რაშია საქმე. რაშია საქმე? რაში? ცხენია. ცხენის შეწირვებით მიმდინარეობდა რომელიღაცა კულტში და წაიკითხეთ დადიანიძეების საგვარეულოში მსხვერპლად შეწირვა ეს იყო ჩვეულებრივი საკითხი და თავისიანს იმეტებდნენ რომ შეეწირათ. ნაზარ არის მსხვერპლად შეწირული, განწირული, გადადებული. ნაზარის ძეა, ნაზარის ძეები ვართ ჩვენც და ნაზარის ძე არის გურიკაც. გურიკა გადადებულია მსხვერპლ შესაწირად. მაგრამ დაუფიქრდით, სოფო ბიბილაშვილია. ბიბილო აქვს მხოლოდ მამალს, რომელიც სამჯერ იკივლებს. და სანამ ბიბილო სამჯერ იკივლებს, შენ პეტრე უნდა გამოფხიზლდე. პეტრე ხარ, ეკლესია ხარ. მღვდლებო, თქვენ ხართ პეტრე. ბერებო, თქვენ ხართ პეტრე. მორჩილებო და სტიქაროსნებო, თქვენ ხართ პეტრის წარმომადგენლები. მოისმინეთ სოფოს ტირილი, სანამ მამალი სამჯერ იტირებს. სანამ სოფოს ამბავს გავიგებდი, მე მხილვაში მქონდა ასეთი სიზმარი. თავ მოჭრილი მამლის თავი ეგდო ჩემს ეზოს გარეთ და ტანი, რომელიც შავად იყო, შავი მამალი იყო, შავი მამალი, ვის გინახავთ ხალხო, შავი მამალი იყო, ჩემს სახლში ეგდო. და რომ მივედი და ვუყურებდი ამ მამას, ჯადოა მეთქი, ვიძახდი და ეს ჯადო მეთქი უნდა გადავაგდო მეთქი, მაგრამ ვერადავერ მივახლოვდი, ვერადავერ ავიღე ეს მამალი, შავი მამალი, თან ხელის შეხებაც არ მინდოდა და უცბად ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი, რომ თითქოს მე ვიყავი ეს შავი მამალი. ნაზარეს ძე ვარ, მაგრამ შეწირვა აღარ მიმდინარეობს. აკი გითხრათ ქრისტემ, რომ ეს იქნება ბოლო კაცთა სისხლის ღრა. ამის შემდეგ აღარ შეიწირების კაცთა სისხლი. ახლა და ამ წამს ხდება ეს საკითხები. სრულიად ზეციური სამყარო გამოჩნდა. ზეცაში ვარსკვლავთა მცვენა შემოვიდა მზის დაბნელების შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ სრული ჯარია შემოსული მაცნეს სახით. მაცნე არის ის, ვინც აცნობს. მე გაცნობთ თქვენ. სრული ჯარია შემოსული სიდონში, იცოდეთ და ჩვენ ერთმანეთს ვაცნობთ საკითხებს. გთხოვთ, რაც გადმოგიგზავნეთ, პირადში ნახოთ, მოიძებნოთ ცხინვალის მხარეს. ჩვენ ვერ მოვძებნით მაგას, დრო აღარ გვაქვს. ჩვენ არა. პეტრემ უნდა მოძებნოს ქრისტე. არ უნდა გაიქცეს, პეტრე მოძებნე ქრისტე. ეს არის ბრძანება ზეციდან. მღვდლებო, ბერებო და სტიქაროსნებო, ვინც კი ქრისტეს მსახურებდით. ახლა გამოჩნდება თქვენ მართლა ქრისტეს მსახურებთ, თუ სატანისტების ზეგავლენის ქვეშ მოიქეცით. ყველას სახე ახლა ჩნდება. ერთადერთი, ვისაც უნდა მიმართოს მაგდალინელმა და რომელთანაც ჭიდილი ჰქონდა ყოველთვის, იყო პეტრე. პეტრე იყო ყოველთვის მაგდალინელის წინააღმდეგ. ახლა დროა პეტრეც და მაგდალინელიც შერიგდნენ. პეტრემ უნდა მოусმინოს მაგდალინელს. ლევიათანმა მოუწოდა. ლევიმ მოუწოდა პეტრეს. ლევიმ მოუწოდა პეტრეს, რომ მაგდალინელი ქრისტეს ყველაზე საყვარელი მოწაფეა და მას არ ეტყოდაო, რას ფიქრობო? ყველა ლევის წარმომადგენელი. ლევი არის წარმომადგენელი იმ საზოგადოების, რომელიც
კაცისა და ქალის ჭიდილს ნეიტრალურად უყურებს. არ არის არც პატრიარქალური და არც მატრიარქალური. ის შუაში დგას და ამ ორივე სახეს განიხილავს. ასეთი ლევები არა, ასეთი ლევიანები ბევრნი არიან. მათი დიპლომატიური ენის საკითხია პეტრესა და მაგდალინელის შერიგება. ვინ არის მაგდალინელი? დღეს მაგდალინელი არის ყველა სიდონის წარმომადგენელი, რომელიც გამოჩნდა თამარის სახით, სოფიას სახით, ეკატერინეს სახით, ნესტანის სახით, თინათინის სახით და ყველა იმ ქალის სახით, რომელმაც შეძლეს რომ გამხდარიყვნენ ძეები. ძეები კიდევ ავხსენთ ჩემს წინა ლაივში და ახლაც აგიხსნით, რომ ქალი, რომელიც ძეთ იქცეს სასუფეველი დაიმკვიდროს, ნიშნავდა იმას, რომ იმ პერიოდში ქალს სიტყვის ძალა არ ჰქონდა, ხოლო ქალი, რომელიც სიტყვის ძალას დაიმკვიდრებდა, ის ძედ წოდებული იყო. ანუ ქალი, რომელიც ძედ იქცეს, ქალმა, რომელმაც სიტყვა დაამკვიდროს პატრიარქალურ საზოგადოებაში, ძედ ქცევა ამას ქვია და მაგდალინელი იყო ასეთი ერთ-ერთი. რა მართალს ამბობთ, ნუ თუ ერთი მართალი არ არის მათ შორის, ვინც რაიმე იცის, მართას მივადექით. მართლებიც ბევრი არიან. მართა სხვა პოზიციაა. მართა არ ზრუნავს ენაზე. მართა ზრუნავს ფიზიკურზე. მართა ზრუნავს ფიზიკური საკითხების გადარჩენაზე. გაიხსენეთ, ის როდესაც ქრისტე სუფრაზე ზის, მართა დადის და ზრუნავს, რომ მათ სუფრა გაუშალოს და მარიამზე აქვს პრეტენზია, რომ რატომ არ მეხმარებაო, ხოლო ქრისტე ამბობს, მართა, მოდი აქ და დაჯექი ჩემს გვერდით. მარიამა უკეთესი გზა აირჩიაო. მარიამის მდგომარეობა არის ქრისტეს სიტყვის დეტალურად შესწავლა. ეს არის მაგდალინელის პოზიცია, მარია მაგდალინელის პოზიცია, რომ დეტალებში შეისწავლიდა იმ ცნებებს, რომელსაც ქრისტე გადმოსცემდა. ხოლო მართას პოზიცია არის პოზიცია, რომელიც დეტალურად ვერ შეისწავლის ფიზიკური ვნებების გამო. ფიზიკურ ვნებაში არ ითვლება მხოლოდ სექსუალური ვნება, ფიზიკურ ვნებაში ითვლება ჭამაც, ვერცხლთმოყვარეობაც, მუცელთმოყვარეობაც და ყველა შვიდი ცოდვა, რომელიც არის მიწერებული ადამიანზე, რომელიც სასუფეველში შესვლაში გვიშლის ხელს. მართა არის მნიშვნელოვანი პოზიცია. მართლები, რომლებიც ხედავენ სიმართლეს, არიან მართას პოზიციაზე. მართა არის ფიზიკურ ველში. სოფიას ქმნილება, ლომისთავიანი და სიბრძნის კუდიანი არსება არის მატერია. მატერ არის დედა და ია არის სიბრძნე. მართა არის იალდაბაოთის წვილი. ანუ მატერ ის წვილი. მატერიაშია მართა, ისევე როგორც ჩვენს მატერიაში ვართ, ჩვენი სხეული არის მატერიაში, ჩვენ ვზივართ კანში, იყვნენ კანიბალები, იყვნენ კაბალისტები და იყვნენ კაქვის მადიდებლები სვანეთშიც. სვანები კარგად იჯებენ, რასაც ვლაპარაკობ ახლა. დასრულდა დალის და ყამარის ტანჯვა და მიწაში ჩაკეტვა. ახლა თქვენ იმ ჭიდან დალებთ, რომელი ჭიდანაც ქრისტე გვაწოდებს წყალს. ხოლო სამარიტელ დედაკაცთან, რომლისგანაც ითხოვს ქრისტე ფიზიკურ წყალს, ხდება
ქრისტესა და სამარიტელ დალის შორის წყლების გაცვლა. მერწყულის ერაში გადავდივართ. ქალიც ასხავს წყალს და კაციც ასხავს წყალს. წყლის დასხმა ხდება და არა სისხლის. წყლის, წილყარლის დასხმა ხდება ახლა. წილყრილი ქვეყანა კი ვიცით სადაც არის და მარიამის წყლი ქვეყანა არის საქართველოში. ანუ მარიამის წილყრილი. მარიამის წილყრილი. ვცდილობ ნელა ვისაუბრო, რომ თქვენს გონებაში შეაღწიოს ლაზარის ენა. წ არის წილ, ყ არის ყარ. წილყარი არის მარიამის სიმბოლო. წყალიც ეკუთვნის მარიამს. სულ ერთია ეს იქნება სამარიტელი, ღვთისმშობელი, მაგდალინელი, ბეთანიელი თუ სხვა. მარიამი არის მარიამი. ახლა მეგობრებო, ყველამ გაიგეთ, რომ მიმდინარეობს მზადება უცოდველი კრავის შეწირვისა და რომელი კრავის შეწირვაც დაგეგმილი აქვთ 28 აგვისტოს. რატომ 28 აგვისტოს? 28 აგვისტოს თვარედამზე ერთიანდება ლომის ნიშანში. ლ ომის ნიშანში. ლ 100 უნდა ცნოთო, ამბობს 369 კოდი. ლ 100 არის ლასი. ლასი მე-12 ნიშანია და ნიშნავს მე-12 მოციქულს. ტყუილად არ მოხვდი მე გუშინ გუნიოში, რომ მატათას საფლავს, ვითომ საფლავს ვესტუმრე. იქ არც მატათა ყოფილა, არც მატათა ასაფლავია. მატათა ის მოწაფე იყო, რომელ მოწაფესაც კადნიერება მიანიჭეს და იუდა ქრისტეს არჩეული ამოაგდეს და ჩასვეს მატათა. ახლა ის დროა, როდესაც მატათამ უნდა დაიჭიროს თავისი პოზიცია, როგორც მე-13-ემ, ხოლო იუდას უნდა დაუბრუნდეს თავისი ენა, ლასი, რადგან ის არ იყო არანაირად ქრისტეს სისხლის დამღვრელი. ის არ იყო თავი ქრისტეს სისხლის დაღვრისა. მატათა მე-13-ია, ხოლო მე-14 არის ქრისტე. მე თ ან 4-ით მეტე. 4-ით მეტი არის 0-ზე 4-ით მეტი არის ოთახი. 4-ით მეტი ის ოთახი, რომელშიც ჩაკეტილი ყავთ გურამი, აუცილებლად უნდა გაიხსნას. ახლა როგორც ჩანს, ის პერიოდია, როცა იესო ქრისტე 40 დღე მარხულობს უდაბნოში. ჩვენ უდაბნოც გვაქვს მღვდლებო და სიხაროსნებო. მე ახლა გელაპარაკებით იმ ენაზე, რომელ ენაზეც თქვენ უნდა მიხვდეთ. თქვენი ყური უნდა მიხვდეს ამ საკითხს. საქართველოში ყველა გეგმა არის გაწერილი და ყველა თავის სახელები თურთ არის დაგეგმარებული. ისევე როგორც გეცამანია, ისევე როგორც ჯვარი ცმის, ანუ ცხეთაში ჯვრის მონასტერი, ისევე როგორც თაბორის მთა, ისევე როგორც თაბორის მთაზე აგერ მეწყერი ჩამოწვა და წყალმა წაიღო. წყალს მიაქციეთ ყურადღება და არა სისხლს. წყალმა უნდა გაწმინდოს. ტყუილი არ არის ახლა ეს წყალდიდობები რო ხდება თბილისში. და უბრალოდ არ ხდება ეგ. წილყარზეა საუბარი, ხალხო, მიაქციეთ ყურადღება წილყარს. უდაბნო გეცნოთ?
ის ორი ქვა, მადლის ქვა, რომელიც მე ილიასთან მივიტანე, აქ მიდევს სახში. ერთ-ერთი გარეჯში უნდა იდოს. ერთ-ერთი გარეჯში უნდა იდოს. დედაშვილობას ვეღარ შეწირავთ. ამ ქვებით მოწყვილად არ მიმიტანა თუ მიმიყვანა ღმერთმა ილია მეორესთან. და ტყუილად არ წამოიწია ილია მეორის თემამ ჩემს Facebook-ზე დღეს. ეს ქვები იყო ის მადლის ქვები, რომელიც მადლის ქვების მსგავსად მიმქონდა მე ილია მეორესთან. მაგრამ სატანა როდის იყო რომ იღებდეს მადლს? სატანა მადლს ვერ იღებს, მას მადლის ეშინია. ამიტომ შეჭამენ მატლები. ღდლებო, ეს ორი ცალი მადლის ქვა. უნდა შეუერთდეს მესამეს. ამაზე წინასწარმეტყველებაც არის და იცით თქვენ. ვინც იცით? ეს ქვები მოგაძებნინებთ გურამის, საბად წოდებულს. სანამ ისინი დასაბანად გაიმეტებდნენ გურამის სისხლს, ჩვენ მას ვაქცევთ საბნად. საბანი, რომელიც უნდა გადაეფაროს ამბავს. გადაეხადოს და გადაეფაროს გურიკას. საბანმა უნდა დაიცვას გურიკა. გურამი უნდა დაიცვას საბანმა. აუცილებლად. გურამი აირჩიეს სახელის და გვარის მიხედვით, მისი დაბადების წლის მიხედვით და მისი გენეტიკის მიხედვით. ქალბატონის სოფოს გენეტიკას არ ვიცნობ, მაგრამ უკვე ვხედავ, რომ მისი გენეტიკა კავშირშია ძალიან მნიშვნელოვან გენეტიკასთან. გურიკას წინაპრები იყვნენ მღვდელმსახურები, ისევე როგორც ჩემი წინაპრები ყველა მღვდელმსახური იყო ჩემს გვარში. რატო ვაკეთებ პარალელებს? იმიტომ რომ ჩემი ისტორიიდან გამომდინარე გავშიფრე გურიკას ამბავიც. გურამი ნაზარად უნდათ რომ გამოიყენონ, მაგრამ ანუ შეწირულად, მაგრამ შეწირულად ვეღარ გამოიყენებენ ქრისტეს სიტყვის თანახმად. რომელიღაცა ბერის ხელით, რომელიღაცა ღვთისმიერი ბერის ხელით, სავარაუდოდ იოანეს ხელით ქრისტეს ჯვარცმა აღარ მოხდება. ხელით ანუ დახმარებით. ის ქვა თუ არ ვწდები იქ აღარაა. ამიტომ ვიძახი რომ ის ქვა აპოვნინებს მეთქი. ის ქვა აპოვნინებს. დავითის ქვის სროლაც ეს არის ხალხო. ის ქვა აპოვნინებს ამ ბერს, ამ ვითარებას, ეხლა მე რაც ავხსენი. ჩემ შინაგან ხმას მინდა მივმართო ზეციურ ძალებს. შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ პირდაპირ ეთერში გურიკას საკითხთან დაკავშირებით. არა, ესე იგი, არ მესაუბრება, ესე იგი არა. ეხლა მე ვფიქრობ, ვცდილობ გავიგო, ყველაზე ახლოს იოანე იყო მაგდალინელთან და მარიამებთან.
დედებთან ყველაზე ახლოს იოანე იყო. იოანე იყო ერთადერთი, რომელიც არ მოშორდა, ის იყო არასრულწლოვანი. ისევ არასრულწლოვანი ბერები და მღვდლების იმედი მაქვს. მღვდლები ვერ იქნებიან არასრულწლოვანები, მაგრამ სტიხაროსნები და მღვდლები, ბერები, ისევ მათი იმედი მაქვს რა. იმიტომ რომ ის უკვე იუდას პოზიციაში მოახვედრეს, ანუ პეტრესა და იუდას პოზიციაში. იცით როგორ არის ხალხო, ყველაფერი ერთ წერტილში მოძრაობს, ხო ვთქვით? ანუ ქრისტე როგორც ამბობს, ვინც არ გაიტანს შიგნიდან გარეთ, გარედან შიგნით არ შემოიტანს, ვინც არ აიტანს ზემოდან, ქვემოდან ზემოთ და ზემოდან ქვემოთ არ ჩამოიტანს, ვერ გაიგებს რას ლაპარაკობ მეო და ეს ნიშნავს ერთ წერტილშია ყველა ისტორია. აი ყველაფერი ერთ წერტილში უნდა მოათავსოთ რა. თუ კი შეძლებს თქვენი გონება ამ ფენომენს, მეხუთე განზომილებაშია. მეხუთე განზომილება დროის მიღმა არის. ანუ დრო ჩვენ ქრონოლოგიურად კი არ აღვიქვათ, რომ აი ეს მოხდა მაშინ, მერე მოხდა ეს, მერე მოხდა ამა და ამ წელს ეს მოხდა, ეს მოხდა, ეს მოხდა. სწორხაზოვნად კი არ აღიქოს, აღიქოს როგორც ყველაფერი ეხლა ხდება. ანუ ბორბალი ესე ტრიალებს რა ერთ ადგილზე. და ერთ ადგილზე ხდება ყველაფერი, ანუ შენი პოზიცია, ჩემი პოზიცია, ჯვარცმა, ხსნა, მეორეთ მოსვლა. აი ყველაფერი ეხლა ხდება რა. წარმოიდგინე რომ ყველაფერი ერთ წერტილში ხდება. და ეს ამით უნდა გახსნა შენი გონება, რომ როგორ და ისე რომ ყველაფერი უნდა დაინახო, აი ეხლა რო ხდება ეგრე რა. და დავითს წაართვეს ეს ორი ქვა. გარე იერუსალიმის კედლიდან რომ მოჰქონდა. დაედევნენ და ერთი გამოატანეს. ორი გამოჩნდა ისევ. ანუ მადლი, რომელიც წაართვეს დავითს, ისევ დაუბრუნდა საქართველოს. ანუ ჩვენთან არის ყველა მადლი. იცოდეთ რა? უბრალოდ ეს მადლი არ მიიღო პეტრეს ეკლესიამ. ვერ გაიგო და იმიტომ. ანუ მაშინ დაბრმავებული იყო ეთყობა. ხოლო ვინც დაბრმავებული არ იყო და ვინც ზუსტად იცოდა რას ნიშნავს ეს ქვები, იმან უბრალოდ არ მიიღო. ხვდებით? ახლა უნდა მოხდეს გაცნობიერება, რატომ მივიდა ეს ორი ქვა და რატომ დამაწყებინა ზეციურმა ძალებმა მას შემდეგ ილიას მხელა. თუ ვინმეს ილიას ხსნა უნდა გააცნობიეროს ეხლა რასაც ლაპარაკობ. თუ ვერ გააცნობიერებს, ილიას ვერ იხსნიან. ვერ იხსნიან. მის სულს ვერ იხსნიან, რო იცოდეთ რა. ხო, კითხვების დასმის უფლება არ მოგცა, როგორ შანს არ არის აქ მიზანშეწონილი. მოკლედ მე ესე ვამბობ რა, თუ ვინმეს მღვდელს, ან მორჩილს, ან მონაზონს, ან სტიხაროსთან შემთან დაკავშირება სურს, მე გეტყვით ერთს, რომ არავის არ ვხვდები უკვე პირადში, იმიტომ რომ ჩემი შეწირვაც გადაწყვიტეს იქ უშკულის მთებში და ვერ შემწირეს. ეს უკვე იმის საკითხია, რომ არა მხოლოდ ჩემი, კიდევ ერთი ქალბატონის, ეს იმის საკითხია, რომ ჯვარცმა აღარ მოხდება, სისხლის ყვრა აღარ მოხდება, შეწირვა ვეღარ ხდება უკვე. მადლის ქვა, მადლი ქენი ქვას დადევი გაიარე წინ დაგხვდებაო, ამბობს სოფია, ხო? ქვას რო დაადო, უნდა გქონდეს მეორე ქვაც. მადლის ქვა. ბერებო და მღვდლებო, უბრალოდ თუ თქვენ ჩემთან საუბარი გსურთ, დამიკავშირდით Facebook-ზე რა. ან დამიკავშირდით იმეილის მეშვეობით. ან WhatsApp-ის მეშვეობით. ჩვენ შეგვიძლია გავიაროთ საუბრები, რომ კიდევ ვნახოთ მინიშნებები, თუ როგორ შეიძლება თქვენი ხელიდან იყოს ხსნილი შესაწირად გამზადებული კრავი. შესაწირად გამზადებული კრავის დაკლა აღარ ხდება, იცოდეთ ეს რა. მე მქონდა რამდენიმე წლის წინ ესეთი ხილვა, ხიდის აქეთ ვიყავით და ხიდის იქეთ იყვნენ ხალხი.
ხიდი იყო ძველი, მოძველებული რა, საკმაოდ ვიწრო ხიდი იყო და ხედავდით როგორ მოყავდათ კრავი. და ბებია ჩემი მეუბნებოდა შეშინებული ხმით. აიო შვილო, ხო ხედავ რომ მოყავთო უკვე დასაკლავა თუ კრავია. და მე ვეუბნებოდი ბებია ჩემს, ნუ გეშინია მეთქი, ყველაფერი კარგად იქნება თქო. დასაკლავი, კრავი, ბებია ჩემის შიში მე წავიკითხე, რომ მან გამაფრთხილა, რომ დასაკლავი, კრავი შენ ხარ. ხოლო მე ის ვანუგეშე რომ ვერ მოკლავენ, ნუ გეშინია. აქ ვანუგეშე მე ჩემი თავისგან გამომდინარე ბებია ჩემი. ხოლო აი ნახეთ, ეხლა დასაკლავი მამალიც მქონდა ხილვაში გუშინ. დასაკლავი მამალი, რომელსაც თავი ქონდა მოკვეთილი, გავაცოცხლე. მე გადავიქეცი მათ. მე კი თავი მქონდა ზედ. ანუ ვეღარ მოკლავენ, ვერც მამალსაც ვეღარ შეწირავენ. კრავიც და მამალიც გადარჩა. ეხლა უნდა ვნახოთ დეკეული. დეკეულები უფრო სექტემბრის მკას უკავშირდებიან, მკას. ამაზეც გამეხსნება, ეხლა არ ვიცი, ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია, ეხლა გამეხსნა დეკეულზე და გუშინ კი ვახსენეთ ჩვენ დეკეული, მაგრამ არ ჩავძიები ვართ. გადაუზიარეთ მეგობრებო მღვდლებს და მონაზვნებს აუცილებლად. იცით რა არის? აი, გთხოვთ, იმასაც გთხოვთ, რომ სთხოვოთ, რომ ბოლომდე მოისმინონ ეს ვიდეო, იმიტომ რომ მღვდლების და სიხაროსნების და ბერების უმრავლესობაში ჩემ ვიდეოს ყურებებს უკრძალავენ. ვინც თავს აარიდებს ამ ვიდეოს ყურებას, იმიტომ რომ უკრძალავენ სხვები, აუცილებლად დაიჭებიან, იცოდნენ რა, ვერ გადავლენ ვერც ერთ დროში, ვეღარ გადავლენ. ისინი დაიჭებენ, მე არ ვიმუქრები, მე ვაფრთხილებ, მე ვხედავ ამას და ვაფრთხილებ. ყველას ვალდებულება ნახონ ეს ვიდეო ბოლომდე და გაიაზრონ, პირველ რიგში გაიაზრონ რას ვლაპარაკობ. მეორე რიგში იმოქმედონ თავისი შინაგანი ხმიდან გამომდინარე. აუცილებლად შინაგან ხმას დაუკავშირდნენ და არა დოგმებს და წესებს და კანონებს, რომელიც სატანისტებმა ჩაუდეს მას ტვინებში. შინაგან ხმას დაუკავშირდნენ ქრისტეს მსგავსად. და გამოიძიონ თავის თავში, მე რას ვლაპარაკობ ეხლა, რეალურად სიმართლეს შეიძლება შეეფერებოდეს? ყოველგვარი ეჭვის გარეშე რა, განიხილონ ეს საკითხი, ხილად მიიღონ. ანის და ანის ხილად მიიღონ, ანანასად მიიღონ. ანან ასად. ასად ინანებენ, იცოდეთ, ოღონდ ეს სინანული არ იქნება ცუდი სინანული. ეს სინანული მათ განწმენს. მე დაგემშვიდობებით ეხლა რომ არ გამიგრძელდეს ვიდეო და მე მგონი ყველაფერი ამომწურავად თქვი, ქალბატონ სოფიას მიმართავ ეხლა რომ თუ კი მოისმინეს ვიდეო, ნუ შეეშინდება, ყველაფერი იმგვარად ხდება, რომ გურამი უნდა გამოჩინდეს, როდესაც ის გახდება 30 წლის. მე 30 ასობგერა არის ჩინი. ის გამოჩნდება 1 სექტემბერს გურამი ხდება 30 წლის. ის გამოჩნდება კიდეც. არა მხოლოდ გამოჩნდება, არამედ გამოჩინდება. ჩინი ებული არის ისეთი რამ, რამაც დაიმსახურა ჩინებულობა. ანუ ის თუ 12 წლის წინ გაუჩინარდა, მან მოწამეობრივად აღასრულა ეს 12 წელი. ახლა უნდა გამოჩინდეს მისი ღვაწლი. ხვდებით ხო? გამოჩნდეს და გამოჩინდეს. გემშვიდობებით ახლა მეგობრებო, შიში ნუ ჩავარდებით, პირიქით, იმედი უნდა იქონიოთ, რომ დროულად გვალაპარაკა ღმერთმა, მე ყოველდღე ხო
ყოვლად ურყვლელ ნათელს, რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს ფარდა ახადოს და სანამ სისხლის შეიწირვების მანამდე გამოაჩინოს და აი მე პირადად ტარიელი, ფრიდონი და ავთანდილი სანამ მივიდნენ ნესტანამდე მე უკვე ვამბობ, რომ ქრისტე მისულია და იხსნის გურამის. აბედროებით. მადლობა, რომ გადააზიარეთ ვიდეო, თქვენ ყოველი, რომელიც ამ ვიდეოს აზიარებთ, მღვდლებთან, ბერებთან, მეუფეებთან და ნებისმიერ სასულიერო პირთან, ანუ პეტრესთან, უკვე ჩათვალეთ, რომ ძალიან დიდი ღვაწლი გაქვთ გაკეთებული ქრისტეს ხსნაში, რომ ქრისტე მეორედ აღარ იცვას ჯვარს. იცოდეთ ეს თქვენ რა. ამინ, ამენით უფალო იესო ქრისტე, დროულად გამოგვიჩინე გურამი, ფიზიკურად, სულიერად და მენტალურად ცოცხალი. ამინ. სტიქაროსნების იმედი მაქვს გადაარჩენენო გურამს და საკუთარ თავსო. კი, იმიტომ რომ სტიქაროსნებიდან გამოვიდა ეს გესმის ღმერთმა, სტიქაროსნებიდან გამოგვიტანა, რომ საბაქვია მას. ძალიან სერიოზული ინფორმაცია გაგვახსნევინა ამ სიტყვამ თვითონ მისმა სახელმა სიდონების. გაკოცეთ მეგობრებო, წავიდი, გაკოცეთ, აბედროებით იმოქმედეთ 28-მდე დიდი დრო აღარ არის დარჩენილი რა.